აშშ ირანის შეთანხმება კვლავ იწვევს ძლიერ რეაქციებს ისრაელში, სადაც ბევრი ამას იმედგაცრუებად ან თუნდაც ღალატად მიიჩნევს. მაგრამ ექსკლუზიურ ინტერვიუში IOC4 News English-ის Guy Azriel-თან ვიქტორია კოუთსი, პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე და ამჟამად Heritage Foundation-ის ვიცე-პრეზიდენტი, იცავს ადმინისტრაციის მიდგომას ამ შეთანხმების მიმართ და ამბობს, რომ ახლო მოკავშირეებს შორის უთანხმოებები ნორმალურია, მაგრამ ისინი ოჯახში უნდა დარჩეს. აირას ამბობს ის. ქალბატონო კოუთს, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ისრაელი, რა თქმა უნდა, ამ მემორანდუმის ნაწილი არ ყოფილა და სინამდვილეში ისრაელი ამ მემორანდუმის დეტალებზე ინფორმირებული არ ყოფილა ბოლო წუთამდე. ვერ აიცილებ იმ შეგრძნებას, რომ ისრაელში ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით კი ხელმძღვანელობაში, ეს მემორანდუმი და ის თუ როგორ წარიმართა ყველაფერი, დიდი იმედგაცრუებად მიაჩნია. ზოგი დახურულ მიღმა სიტყვა ღალატსაც კი გამოიყენება. როგორ აფასებთ იმას, თუ როგორ მართა აშშ-ის ადმინისტრაციამ ეს მოლაპარაკებები, როცა ისრაელი პროცესიდან გამორიცხა და შესაძლოა მიღწეულ შეთანხმებებში ყოველთვის არ გაითვალისწინა ისრაელის ინტერესები. ერთი რამ, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ისრაელისთვის, ისე შეერთებული შტატებისთვის, არის ის, რომ ორივე სუვერენული ქვეყნები ვართ. ირანელები მაგალითად გეტყვიან, რომ ისრაელი არის შეერთებული შტატების გაგრძელება და რომ ჩვენ შორის განსხვავება არ არსებობს. თუმცა ორივეს გვაქვს ჩვენი ინტერესები. თქვენ აქ ისრაელში გაქვთ რეგიონული ინტერესები. ჩვენ კი უფრო ფართო ინტერესები გვაქვს, ისეთ შორეულ რეგიონებშიც კი, როგორიცაა აზია და ევროპა, მაგრამ ამ ყველაფრის დაბალანსებაც გვიწევს. ამიტომაც არ არის უჩვეულო, რომ შეიძლება უთანხმოებები გქონდეს. პირველი ტრამპის ვადის განმავლობაში ხშირად მქონდა უთანხმოებები ისრაელელ კოლეგებთან, მაგრამ ეს ყოველთვის ოჯახური უთანხმოებები იყო. და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უთანხმოება ოჯახის შიგნით უნდა დავტოვოთ. იყო სხვადასხვა მიზეზი და მემორანდუმის პროექტი შესაძლოა წინასწარ არ გამოქვეყნებულიყო. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს არ არის სავალდებულო ხელშეკრულება. Then I think President ძალიან სურდა რომ დაუყოვნებლივ კონფლიქტის გადაწყვეტამდე მიიღწია, სანამ ის დაესწრებოდა G7-ის შეხვედრას, რომელიც ახლახან გაიმართა დავოსში, საფრანგეთში. და ამისთვის ბევრი მიზეზია, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ თუ გსურთ. მაგრამ ეს მემორანდუმია. მე ვფიქრობ, რაც მნიშვნელოვანია არის ის, თუ რა იქნება საბოლოო შეთანხმებაში ბირთვულ საკითხზე, რომელიც ამცირებს ამ საშინელ რისკს ორივე ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ აქ ემთხვევა ჩვენი საერთო ინტერესები. თქვენ პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პირი ხართ. მან სულ ახლახანსაც კი შეგაქოთ ერთ-ერთ პოსტში. რას იგებთ მისგან და რას იგებთ ადმინისტრაციისგან? რა გათვლა უდევს საფუძვლად ამ ურთიერთგაგების მემორანდუმს, განსაკუთრებით ისრაელში არსებული შეშფოთებების კონტექსტში? დიახ, ეხლა ყველა შეტყობინებას ჩემს შვილებს ასე ვაწერ ხელს. სრულიად ფანტასტიკური ვიქტორია კოუთსი. ძალიან მადლიერი ვარ პრეზიდენტის თბილი სიტყვებისთვის. მაგრამ ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპისთვის და ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის საზოგადოებამ გაიგოს. იცით, ჩვენც არჩევნებისკენ მივდივართ და როგორც გაზეთში ვკითხულობ, თქვენც არჩევნებისკენ მიდიხართ. მაგრამ შეიძლება წაგიკითხავთ, რომ ჩვენ ნოემბერში არჩევნებზე მივდივართ. და ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს ჩემი თვალსაზრისით, არის ის, თუ ჩვენ მნიშვნელოვან დანაკარგებს მივიღებთ შუალედურ არჩევნებში, განსაკუთრებით სენატში. და თუ ეს მოხდება, პრეზიდენტ ტრამპის მეორე ვადის ბოლო 2 წელი ძირითადად იქნება იმპიჩმენტები, მოსმენები, ასეთი ჩახლართვები, რაც ხელს შეუშლის იმგვარ მნიშვნელოვან ქმედებებს, როგორიც ვიხილეთ ეპიკ-ფიურის დროს. ამიტომ ვფიქრობ, დიახ, პრეზიდენტმა ეს აღიქვა როგორც მოწოდება, რომ მომდევნო თვეებში უფრო შიდა საკითხებზე გადაერთოს, რადგან საერთაშორისო საკითხები როგორც წესი არ ახდენს გავლენას ამერიკის შუალედურ არჩევნებზე. ეს როგორც წესი ძალიან ლოკალურია. ამიტომ მე შევხედავდი იმას, რაც პრეზიდენტმა გააკეთა. მან ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის უფრო მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე რომელიმე წინაამერიკელმა პრეზიდენტმა და ამას ვეღარ დააბრუნებუგან. ეს არის ის, რაც მან რეალურად გააკეთა მეორე ვადაზე ყოფნისას და ეს უნდა მისცეს მას გარკვეული უპირატესობა. თუ ამ მემორანდუმს ცოტა ხნით გვერდზე გადავდებთ, ვერ ავწდებით იმ ფაქტს, რომ მოვისმინეთ საკმაოდ უჩვეულო განცხადებები, როგორც პრეზიდენტისგან, მაგრამ ძირითადად ვიცე-პრეზიდენტისგან, ამ ადმინისტრაციის ისრაელთან ურთიერთობის შესახებ. ზოგი იტყოდა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ისრაელს დაემუქრა ამ მემორანდუმის კრიტიკის გამო.
როგორ აფასებთ ამ მნიშვნელოვან ტონის ცვლილებას ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც ისრაელის უდიდეს მოკავშირედ ითვლებოდა უდიდეს მეგობრად თეთრ სახლში და ახლა კი ისრაელის ბევრ მტერს ეს განცხადებები ადმინისტრაციებს შორის დიდი განხეთქილების ნიშნად მიაჩნია. კარგი, მე არ ვამცირებ შეშფოთებას, რადგან მესმის, რომ ეს აშე შეშვისა და ისრაელის ურთიერთობებისთვის რთული 10 დღე იყო, მაგრამ მე ბევრად უფრო ყურადღებას მივაქცევდი იმას, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა, ვიდრე იმას, რასაც ის ამბობს და ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამს. გულისხმობ იმას, რომ პრეზიდენტია მთავარსარდალი, მან გასცა ბრძანება ოპერაცია ეპიკ ფიურის ჩატარებაზე და სწორედ ის არის აქ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები. ამიტომ ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი საკითხია. და გარდა ამისა, ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობა უნდა აღემატებოდეს იმას, თუ ვინ არის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი. ჩვენ შორის კოორდინაცია, რომელიც გამოვლინდა ოპერაცია Epic Fury Rowing Lion-ში, იმდენად ძლიერია. ვფიქრობ, ორივემ უნდა გადავდგათ ერთი ნაბიჯი უკან და არ მოусმინოთ პოლიტიკურად მოტივირებულ რიტორიკას, არამედ შევხედოთ, რა ერთობლივი შესაძლებლობები აქვთ ჩვენს ორ ქვეყანას. ეს უნდა აღემატებოდეს პოლიტიკას.